ადრეული ქორწინების რაოდენობის მიხედვით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ისევ ქართული ტრადიციებია, მაგალითად მოტაცება ადრეულ ასაკში, თუმცა უფრო მძიმე შემთხვევებიც გვხვდება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჯერ ისევ შემორჩენილია გოგონათა გასხვისება ფულისა და შინაური ცხოველების სანაცვლოდ. სამწუხაროდ ეს სტატისტიკაც 21 საუკუნის საქართველოს რეალობაა. სტატისტიკამდე კიდევ ერთი შემზარავი ფაქტის შესახებ, რომელიც ასევე კახეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა, სადაც ამჯერად მსხვერპლი 22 წლის ბიჭი იყო. ელისო ჯარიაშვილთან განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. ელისო, საგარეჯოში მომხდარი ფაქტით რეზონანსული იყო და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. რა მოთხოვნები აქვს ოჯახს სამართალდამცველების მიმართ? წამების შედეგად მოკლული 22 წლის ბიჭის ახლობლები მოითხოვენ არამხოლოდ ბრალდებულის, არამედ მისი შვილების და ცოლის დასჯასაც, ვინაიდან ახლობლებს მიაჩნიათ, რომ წამებაში მონაწილეობდა და მკვლელობაში არამხოლოდ გარდაცვლილის მეგობარი გოგონას მამა, არამედ მთლიანად ოჯახი. ამ შემზარავი ტრაგედიის საფუძველი გახდა. ორი ახალგაზრდა სურვილის შეექმნათ ოჯახი, გოგონას გათხოვების სურვილს კი წინ აღუდგა მისი ოჯახი. თავში ჩვენ გვითხრას პირველად ცვლის დაარწესო. როცა გონება დაგარგა ბავშვმა, მემრე შიგნით ეზოში შეათრეს ბალღი. ხელფეხი შეაკრესა და ღამის პირველ საათიდან დილის 5 საათამდე წამებით მოუკვლიათ ბავშვი. 4 წავიდნენ რა. აი ორი ბიჭი და თავის ცოლი და თვითონ 4. თუ არა და მაშინ ეს კიდე გავუშვიდე ჩვენ მოვლით თვითონ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ტრაგედიის ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ქალს შეეზღუდა არჩევანის თავისუფლება. ომბუდსმენის ოფისში საუბრობენ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გახშირებაზე. ბოლო პერიოდის კვლევები კი ცხადყოფს, რომ ყოველი მე-11 ქალი მიიჩნევს თავს ძალადობის მსხვერპლად, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალური სურათი გაცილებით მძაფრია, ვინაიდან ქალებს ძალადობაზე საუბარი ხმამაღლა არ სურთ. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ამბობენ ექსპერტები, ეს სტატისტიკა მსოფლიო მონაცემებს უკვე უახლოვდება და თითქმის ყოველი მესამე ქალი საქართველოში ძალადობის მსხვერპლია. მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სახალხო დამცველის აპარატს და მთლიანად საზოგადოებას ნათლად დაანახა პრობლემის არსებობა, ქალთა მკვლელობების გახშირებული შემთხვევები, ასევე ძალადობის სხვა ფორმები, ხშირად შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ ხდება კანონმდებლობის სრული იმპლემენტაცია. ესეთი მძაფრი ფორმების მატებას ვატყობთ, მკვლელობის ფაქტები არის გაზრდილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი მსოფლიო სტატისტიკა რაც არის, რომ სამ ქალში ერთი არის ძალადობის მსხვერპლი, სხვადასხვა ფორმის ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობის, საქართველოში ეს რეალობა არის. ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ იძულებით ქორწინებას, ნაადრევ ქორწინებას. ბოლო გაეროს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით საქართველო არის მეორე ადგილზე ადრეული ქორწინების მიხედვით. ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით კი ერთ წლის განმავლობაში 7000-მა მოსწავლემ უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე სწორედ ადრეული ქორწინების გამო. ამ მიმართულებით ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, იძულებითი ქორწინება ხდება დასჯადი, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი. 16 წლამდე ასაკის გოგონასთან თანაცხოვრებას კანონმდებლობა ვრცელდება ამაზე, ეს დაუშვებელია. 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ასეთი ქმედება, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არ შესრულებასთან და იმპლემენტაციის ნების არქონასთან, ასევე სამართალდამცველების მხრიდან, რადგან ისინი არ ერევიან ისეთ საქმეებში, რასაც თვლიან, რომ ეს პირადია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ტოვებდნენ, არასოწლოვანნი ტოვებდნენ სკოლას, იმის მიზეზით, რომ შეექმნათ ოჯახი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს ბავშვები, რომლებიც ადრეულ ქორწინებაში არიან, გამხდარან მეგივე მეუღლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლიც და მათ არ შეუძლიათ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ამ ძალადობის ფაქტებზე. დავიწყეთ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი რეგულაციების შემოგვაქვს, რომლითაც დაცვის მექანიზმებს ვაძლიერებთ ძალადობის წინააღმდეგ. აქ მხოლოდ პრევენცია და სამართალდამცავების მუშაობა ვერ იქნება საკმარისი. აქ არის საჭირო კომპლექსურად საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა. იძულებითი ქორწინების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან ოჯახებს ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი არ სურთ, თუმცა არსებობს გახმაურებული შემთხვევები, მათ შორის რამდენიმე თვის წინ 14 წლის გოგონას გათხოვება ოჯახმა 10 ძროხის სანაცვლოდ მოინდომა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოზარდმა ამ გარიგებისაგან თავის აღწევა შეძლო.
ეს ყველასო ჯარიაშვილი, მადლობთ ელისო. დღეს მთავარი პოლიტიკური